რომ აი საქართველოს ვიღაცას უღალატა და აიღო დასავლეთის კურსი, აი ნატოსკენ იყურება, ევროკავშირისკენ იყურება, ევრობანკისკენ იყურება, ამერიკისკენ იყურება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ვიყურები. დღეს საქმოთ შემიძლია გამოაცხადო და რო არ ყოფილიყო ეს დასავლეთი, რომელსაც ასე ატრიალებენ, ეს ხალხი ასე ატრიალებს ყველა ბრუნვაში, დღეს საქართველოს ამოწყდებოდა შიმში. არც ბიუჯეტი გვექნებოდა, არც ხელფასი გვექნებოდა, არც ის 10 ლარია თუ რაღაცა პენსიონერებულოს ძალიან ცოტა უნიშნელოა, იმასაც ვერ მიიღებდა, ვერც ხელფასებს მოუმატებდით, ინტელიგენციას რაღაცა მოუმატებთ, კულტურა გადავარჩინეთ, რაღაცა შევძელით. ეს იმის წყალობითაა ყველაფერი. ყველაფერი იმის წყალობითაა. მითხარით, აბა, რომელი მიმართულებიდან, სხვა მიმართულებიდან საიდან ამოვიდა? ვალები და იმის გაგრძელებაც, იმის რესტრუქტურიზაცია არის ერთი პრობლემა და ამის სისხლიფასად დაგვიჯდა, ხო? გამოიწერეთ emigrant TV, მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.